ჩვენი შოუ 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 საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. დღეს თბილისობაა და ნება მიგოძებს სულითა და გულით მოგიბოცოთ ეს ულამაზესი დღესასწაული საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ცხოვრებ ყველა ქართველს. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს განურჩევლად ეროვნების, მრწამსისა და აღმსარებლობისა, რადგან თბილისი ყოველთვის იყო, არის და იქნება ყველასათვის ნამდვილად მშობლიური დედაქალაქი. დედასავი თბილი, ალერსიანი, ერთადერთი და განუმეორებელი. გილოცავთ თბილისობას. თბილისობა, თბილისობა მე ხივით გასკდა მოწმენდილცაზე თბილისობა, თბილისობა მე ბეხის მთაზე ნარიყალაზე გაცოცხლებულა ძველი თბილისი თვალი უკეთეს ვერაფერს ნახავს და მოხდენია მილეთის ხალხი თბილისის ქუჩებს ძველსა და ახალს უდუნებს მდგარი ძველებურ ფანქზე რა ხელმა შექმნა ეს სილამაზე სიყვარულმა გული დამწვა სილამაზე მთვალები ვაი შენი ჭირიმე სიყვარულმა გული დამწვა სილამაზე მთვალები ვაი შენი ჭირიმე დუდუნებს მდგარი ძველებურ ჰანგზე რა ხელმა შექმნა ეს სილამაზე ლიხოს ის თბილისები ვით ჩვენი ნატურას საქმე და ქცია და ოქროს ფერი დღეს შემოდგომის დღესასწაულად გადააქცია სევდანარები მოგონებანი ძვირფას სახელებს ვიხსენებ დღესაც ვინც გაშენებდა, ვინც გიგალობდა, ვინც აღმერთებდა თბილისის ზეცად თუდუნებს მტკვარი ძველებურ ჰანგზე რა ხელმა შექმნა ეს სილამაზე სიყვარულმა გული დამწვა სილამაზე მთვალები ვაი შენი ჭირიმე სიყვარულმა გული დამწვა სილამაზე მთვალები ვაი შენი ჭირიმე დუდუნებს მტკვარი ძველებურ ჰანგზე რა ხელმა შექმნა ეს სილამაზე თბილისობა, თბილისობა მე ხივით გასკდა მოწმენდილცაზე თბილისობა, თბილისობა მე ბეხის მთაზე ნარიყალაზე სიყვარულმა გული დამწვა სილამაზე მთვალები ვაი შენი ჭირიმე სიყვარულმა გული დამწვა სილამაზე მთვალები ვაი შენი ჭირიმე დუდუნებს მტკვარი ძველებურ ჰანგზე რა ხელმა შექმნა ეს სილამაზე ძვირფასო მეგობრებო, ნება მიგოძებს წარმოგიდგინოთ ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები თბილისის საპატიო მოქალაქეები ქალბატონი ნუნუ გაბუნია, ბატონი ჯუმბერ ბერაძე, ბატონი თემურ ყვითელაშვილი და ბატონი გიორგი ჭუმბურიძე. მოგესალმებით.
ძვირფასო მეგობრებო და პირველ რიგში სული და გულით მოგილოცავთ თბილისობას. თქვენ გარდა იმისა, რომ ღირსეული და მართლა საპატიო მოქალაქეები ბრძანდებით, ის ხალხი ხართ, ვისაც ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული ჩვენი ქალაქისთვის და ვისარგებლებ შემთხვევით და თავიდანვე ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი აი ესე ლამაზად განვლილი გზისთვის. ჩვენც მოგახსენებთ მადლობას და ჩვენ აქვე აღნიშნავთ, რომ არა მარტო ჩვენი გიათ თბილისის საპატიო მოქალაქეა. გაიხარეთ, მადლობას მოგახსენებთ. ჩემთვისაც განსაკუთრებული პატივია თქვენთან ერთად დღეს აი იმ გადაცემას დავუძღვე, რომელიც თბილისობას ეძღვნება და ბატონო ჯუმბერ, თქვენ მინდა გთხოვოთ რომ ბრძანოთ პირველი სიტყვა თბილისზე და თბილისობაზე. დიდი მადლობა მოწვევისათვის და დიდი მადლობა იმისათვის, რომ აი ესეთ ლამაზ ხალხთან ერთად მომიწვიე. ლამაზ თბილისელებთან ყველა თბილისი ლამაზია, მაგრამ განსაკუთრებით ეს ხალხი პირველ რიგში ქალბატონ ნუნუს მინდა მოვიფერო. დიდებულ ადამიანს ეს ბედნიერი ვარო თქვენ გვერდზევა. აი ამ საოცარ გადაცემაში ბატონ გიორგის მინდა მივესალმო. მივესალმო ერთ წარჩინებულ ექიმს და ერთ წარჩინებულ მოქალაქეს. მადლობა ჩემი თემური, ჩვენი განუმეორებელი ადამიანი, კაც რომელსაც საოცარ ადამიანურ თვისებებთან ერთად განუმეორებელი მუსიკალური ნიჭი აქვს. თბილისი ხო ადამიანების ქალაქია. თბილისი ხო ადამიანური სიყვარულის გამტარებელი ქალაქია და აი თემურიას გახლავ და დიდი მადლობა მისათვის ბატონო. გაიხარეთ გენჯუბა. მინდა სიყვარული მივაგებო ჩემ ჯემას და ჩემ გიას, ჩემს ორ ძმას და დალოცული ბრძანდებოდნენ. მაპატი. დიდი მადლობა. გაიხარეთ გენჯუბა. მე კიდევ განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ბატონ ჯუმბერს აი იმ საოცარი მართლაც მოღვაწეობისთვის. ჯერ პირველ რიგში რა თქმა უნდა შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას იმას, რაც ისედაც შესანიშნავად იცის, რომ აი იმ ოქროს თაობის, სუხიშვილების ოქროს თაობის გამორჩეული წევრი და ყველასათვის დასამახსოვრებელი საოცარი სოლისტი გახდათ, რომელთაც მთელი მსოფლიო შემოიარეს და ყველგან გაიტანეს ჩვენი ტრადიციული ხელოვნების დიდება და ამას გარდა უნიკალური ჩანაწერები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, სულ სხვადასხვა ჟანრში და რაც ხორციელდებოდა მაშინ მელოდიაში, რომელიც ერთადერთი იყო, სადაც შესაძლებელი იყო პროფესიულად ჩაწერა ამ ყველაფრის. აი ამ ყველაფრის სათავეში იდგა წლების განმავლობაში ბატონ ჯუმბერ ბერაძე და დიდი მადლობა ამ ყველაფერისთვის. საოცარი დღეა თითოეული თბილისელის ცხოვრებაში დღეს და მე მინდა თელ ქალაქს, თელ ჩვენ ქვეყანას მიულოცა თბილისობა. იმდენად რამდენადაც თბილისი მარტო თბილისელებს არ ეკუთვნის, თბილისი მთელ საქართველოს ეკუთვნის. ის ზარქალაქია, დედაქალაქია, ყველას ქალაქია აბსოლუტურად და მე ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელ დღეს მეძლევა საშუალება თქვენთან ერთად ჩემ ქალაქს მიულოცო. თბილისის კვიდი გახლავართ, დაბადებული ვარ ამქარის იასონ ბერაძეს ოჯახში, ბაბუაჩემი გახდათ. და იქიდან იწყება ჩემი ათვლა თბილისელობისა. იმდენად, რამდენადაც ბაბუაჩემა დამანახა ძველი თბილისის უბნები და ბაბუაჩემა დამანახა ძველი თბილისის ხასიათი. ბაბუაჩემის მეგობრები გახდნენ ძალიან ცნობილი ოქრომჭედელი ამბროსი ჯიქია და აქვსენტი ჯანგველაძე. აქვსენტი ჯანგველაძე გახდათ ქალაქში განთქმული თამადა მოსიყვარული და მომფერებელი კაცი მთელი ქალაქისა და რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ერთად იკრიფებოდნენ და ბაბუამ ჯერ კიდევ ძალიან პატარა მომცა საშუალება რომ ძველი თბილისი დამეთვალიერებია. საოცრად მახსოვს ვერცხლის ქუჩა. ვერცხლის ქუჩაზე იყო ღვინის წერტები. ბაბუას და თავის მეგობრებთან ერთად ჩავდიოდით იქ, კასრები იყო, დაუკეთავდნენ ღვინოს, დაუკეთავდნენ ყველს, პურს, ჟავეს და იქ მიდიოდა მათი საუბარი და მე ამის ყველაფრის მოწმე ვიყავი. მაშინ ხვდებოდი რომ რაღაცა ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ აქ მარტო ყველს და პურზე და ღვინოზე არ იყო საქმე, აქ იყო დამოკიდებულებაზე საქმე, სამეგობრო დამოკიდებულებაზე, რომელსაც საოცარი თვისებების გამოვლენა შეუძლია ადამიანის ცხოვრებაში. გავიდა წლები და мама ჩემი ექიმი გახდათ, мама თავის დროზე კირილე პაჭკორიას ანსამბლში მღეროდა და ცეკვავდა და თბილისელი კაცი იყო თავისი ბუნებით.
მამა დილას გამოვიდოდა, გარეთ დადგებოდა, თუ ნაცნობს ვერ ნახავდა, უცნობი შეყავდა სახში და გაშლილი ჰქონდა ეგ ერწოდებული საუზმე. აბა დაბძანდით, აბა მიირთვით, აბა რა მოგართვათ. ამ დროს ჩემში ყალიბდებოდა სტუმართმაყვირეობის ეს საოცარი თვისება, რომელიც ქართველ ერთს გვახასიათებს და ამით ავართ განთქმული დუნიაზე. თბილისი იყო სიყვარულის ქალაქი და მე ღრმათა ვარ დარწმუნებული, რომ დღესაც სიყვარულის ქალაქია. სიყვარული რო არ ყოფილიყო, დღევანდელი ეს გადაცემა არ შედგებოდა. მოდით რა, ჩემო ლამაზო ხალხო, ჩვენ თბილისს გაუფრთხილდეთ, მოვეფეროთ ჩვენ თბილისს. ბევრი უფრთხილდება ჩვენ ქალაქს და მათ მხარში ამოუდგეთ და მათ გვერდზე დავყოთ ყოველთვის. დაიხარეთ ადამიანებს. დიდი მადლობა. სად არის კიდევცა უძიროდ ლურჯი ხავასი სწორედ ისეთი როგორც შენია ნაიარევი წარსული ნანგრევი ნარი ხავასი ჯაღარასავით შემოგრჩენია სისტავარდების მხარეა უშენო სიცოცხლეც არ მინდა სად არის სხვაგან ახალი ფარაზი სად არის ჯაღარამთა წმინდა ჩაივლი მტვართან ხეივანს და გაზაფხულის მაღლები გეგებები ამწვანე ჩადარები აქ არის მღერო ძნელია აქ ხომ ფოთლებიც მღერია და ცაფირუზე ლურჯი ფერია სისტავარდების მხარეა უშენო სიცოცხლეც არ მინდა სად არის სხვაგან ახალი ვარაზი სად არის ჯაღარამთა წმინდა თბილისო სისტავარდების მხარეა უშენო სიცოცხლეც არ მინდა სად არის სხვაგან ახალი ვარაზი სად არის ჯაღარამთა წმინდა სად არის სხვაგან ახალი ვარაზი სად არის ჯაღარამთა წმინდა ალბათ ნუნუ ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმღერა. აი ის რომელიც ზუსტად ასახავს იმ გასაოცარ სითბოს და ატმოსფეროს, რომელიც თბილისში ტრიალებს და რომელიც ასე გვეზვირფასება. და ზუსტად აი ამ განწყობას ეხმიანება
თქვენი ცნობილი სიმღერა მეორე ლეგენდა. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა მოგახსენოთ მოწვევისთვის. გაიხარეთ გალტონო. მე მინდა მოგილოცოთ თქვენ არაჩვეულებრივი გამოსვლები. იმიტომ რომ მე თითქმის ყველა ვიცი ის, ვინც მღერის, ვისაც ხმა აქვს, ვინც მუსიკალურია. აი ვერაფრით ვერ გამოვიცნობდი, რომ ეს თქვენ იყავ. თქვენ ვინ არის გულისხმობთ? მე ვამბობ ვინ არის. დიდი მადლობა. იმიტომ რომ ეს იყო აი საოცრება მართლა ჩემთვის იყო. თქვენი შეფასება არის განსაკუთრებით ძვირფასი შემდგომი. აუცილებლად ამამდე გაიმარჯოს, იმიტომ რომ ყველა გამოსვლის დროს სხვადასხვანაირად ასრულებდით იმ ნაწარმოებებს, რომელსაც ვღეროდით. ასე რომ მე ურმესი მადლობა თქვენ გაიხარეთ. ახლა გადავიდეთ ჩემს მეორე ლეგენდაზე. იცით როგორც ადამიანს ექნება რაღაცა ბედი. რაღაცა გაუმართლებს და აი გაიხსნება გზა. უამრავი სიმღერა მაქვს თბილისზე, ძალიან ბევრი. შესრულებლა კიდეც ვთქვამთ რომ რა კარგია, მაგრამ ეს რა კარგია დარჩენილა ესე კარგად. ეხლა მართლა მალე მინდა გამოუშვა ჩემი 30 სიმღერა, ერთად უფრო მეტი მაქვს, მაგრამ თბილისზე, ჩემს საყვარელ ქალაქზე. ჩემთვის ეს დღესასწაული არის აი საოცრად მნიშვნელოვანიც და ძალიან საყვარელი. იმიტომ რომ ჩემთვის მშობლიური თბილისი წარმოიდგინეთ, დავიბადე საკონცერტო დარბაზის უკან, რომ სამშობიაროა. გავიზარდე რუსთაველის პროსპექტზე. მარჯვნივ იყო, რომ გამოვიდოდი სადარბაზოდან ოპერის თეატრი, მარცხნივ რუსთაველის თეატრი, კინო სპარტაკი, პირდაპირ ლაღიზის წყლები და ასე შემდეგ. ახლა ყველაფერს ვერ ჩამოვთო. ჩემი საყვარელი კონსერვატორია, რომლის 2 ფაკულტეტი დავამთავრე. ასე რომ ჩემთვის ძალზე ძვირფასია, რა თქმა უნდა, თბილისი. სულ არ მიმიქცევია ყურადღება, რომ ეს სიმღერა იმდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ესე გაშლიდა ფრთებს და შემოიფრენდა არა მარტო საქართველოს, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანას. იმიტომ რომ სად არ ყოფილვარ და ისეთი კურიოზული ისინი ყოფილა. ერევნის ტელევიზია მიმიწვია, არა მეორე ლეგენდის გამო. ისე მიყავი და შემდეგ ტელევიზიის თანამშრომლებმა მიმიწვიეს მოედანზე, ერევნის მოედანი, რომელიც არის ასე პოპულარული ქალაქში, რესტორან არმენიაში. აი ეს იყო, რომ შევდგი იმ რესტორანში ფეხი და ორკესტრი უცებ უკრავს მეორე ლეგენდას. გავჩერდი კარებში და ვუღიმე ესე პირი მაქვს გაღებული ყურებამდე, რომ ვიფიქრე მიცნეს ალბათ და იმიტომ უკრავენ. ესენი მიყურებენ, თან უკრავენ და თან ძალიან სერიოზულად. მე უთხრეს მასპინძლები, ვინც იყვნენ, რომ აიო, თქვენ რასაც უკრავდით, იმის ავტორიო ზის აქო და მთელი ორკესტრი წამომიდგა, მთელი დარბაზი, ვინც იყვნენ, იქ წამოთქვნენ და დიდი ამბით აი ასე იყო, სად არ ვიყავი და სად არ მომისმენია ჩემი სიმღერა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მოვისმინე გავგიშდი პირდაპირ, ქალი მღეროდა საოპერო ხმითთან. ნუ რა ვთქვა, ახლა ყველას ვერ ჩამოვთვლი და ამიტომ მაიჯაბუარა, პატარა მაიკო ჯაბუა, ეს ალბათ ესეთი პოპულარული არ გახდებოდა. თან მაიკო გამოვიდა ისეთ გადაცემაში, ახალი წელი მოდიოდა 74 წელი. მაშინ მოვისმინე მაიკოს ნამღერი, იმიტომ რომ ნუცა ჯანელიძის დედა შემხვდა და მითხრა ისეთი პატარა გოგონა მყავს და ისე კარგად მღერისო და თქვენ რატომ მღერის მეთქი მარტო? ეს მე დუეტად მაქვს მეთქი დაწერილი. და მითხრა რომ რას ამბობ ის სიმღერისო, რომ მეორე ხმას ვერ მოვწერნითო და აი მაშინ მოვისმინე, აი ეს გადაცემა რო იყო და მართლა არავის ვერ შევადარებდი. როცა ჩახრება ჭადრებში ლამპიონების ნათება შენი წარსული ქალაქო მე თვალწინდა მეხატება ზღაპარია თუ ნამდვილი ვინ
გიგონა ვიდიცის არის მეორე ლეგენდა რატომ დაგერგვა თბილისი რატომ დაგერგვა თბილისი ჩემო ძმაო და მეგობარო ჩემო გიორგი მართლა შენი ის კაცი ხარ რომელსაც უამრავი ადამიანი ფეხზე დაუყენებია პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით იმიტომ რომ შენ ცნობილი ექიმი ორთოპედი ტრავმატოლოგი პროფესორი და დაფასებული კაცი ბრძანდები მაგრამ ჩვენთვის სამეგობროთვის ხარ პირველ რიგში საყვარელი მეგობარი და არა მხოლოდ შენი პროფესიული ნიჭით გამორჩეული არამედ იშვიათი იუმორის მქონე კაცი ხარ და ეს მხარე მინდა რომ პირველ რიგში ამ შემთხვევაში ჩვენი შოუს მაყურებელს კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ შენი აქ ეგ მხარე ჯობია იბატონო პირველ რიგში მოგესალმები ჩემ ძვირფას თბილისელებს მიულოცავთ და არა მარტო თბილისელებს თელ საქართველოს მიულოცავთ წინვალეთ დღესასწაულს თბილისობას ჩვენთვის ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია თბილისელებისთვის და საერთოდ ალბათ მთელი მოსახლეობისთვის ჩვენი ქვეყნის მithumetes აი თქვენ მოგილოცავთ პირველ რიგში ამ ადამიანების გვერდით ყოფნა და იმ სიაში ამ ადამიანებთან ერთად ყოფნა არის უდიდესი პატივია მეც ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე, აი ამ ადამიანების ნაკვალევზე ვიარე მთელი ცხოვრება. პირველ რიგში მადლობა მინდა თქვენ გითხრათ თქვენ რაც ჩვენი ქალაქისთვის, ქართული კულტურისთვის გაქვთ შექმნილი და ძალიანად ჩვენი ქვეყნისთვის რაც გიკეთებიათ, უდიდესი მადლობა. შენ, ჩემო ძვირფასო გიორგი, თან ყველაფერთან ერთად წლების მანძილზე იყავი მთავარი ექიმი ჩვენი სასიხადულო და მართლაც საამაყო ბიჭების საქართველოს ეროვნული ნაკრებისა რაგბიში. აი ეს პერიოდი მინდა რომ გაიხსენო შენ მithumetes ვიცი რომ არაერთი საინტერესო თავგადასავალი გაქვს. კი ბატონო, იყო ესეთი ბედნიერი წლები. ერთ ამბავს გავიხსენებ, ეს ამბავი უყვართ ძალიან. მთელი თამაში ჰქონდა მოკლედ პორტუგალიაში. მიუფრინავთ მთელი გუნდი. პირდაპირ რეისი არ იყო და ჩავფრინდით ჯერ მიუნხენში 3-4 საათი მოგვიწია ლოდინი და იქიდან უნდა გავფრინდიყავით მე პორტუგალიაში. ამ ლოდინის განმავლობაში, ამ 3 საათის განმავლობაში გუნდმა შეჭამა ჭამა, ყובה ჰქონდა და გამოცხადა ჩასხდომა, ჩავსხედე თვითფრინავში, სანამ აფრინდება, ახალ ნაჭამზე მთელ გუნდს ესე იგი თავის მოთამაშეებიან სამედიცინო ხიანად წვრთნელებიანად ფილიანად 50 კაცი იყო მთელი შემადგენლობა და ყველას წყურია. მოკლედ ყველამ დააჭირა იქ პირამიდის დასაჭერი იყო ყველა კნოპკას რომ წყალი გვინდა. ნუ ეს გერმანელი ბორდგამცილებელი, ხო, სტიუარდესას რო ეძახით, მოვიდა, ლუფთანზას რეისი იყო. ხო, რა იცით რა, სანამ არ აფრინდებაო, არ მაქვს უფლებაო და ცოტა ხანი მოიცადე თუ აფრინდებაო თვითფრინავი მოგიტანთ, მაგრამ ამათ წყურიათ ახლა გამიშებულია მთელი გუნდი დააჭირა, განათდა მთელი თვითფრინავი არის ერთი ამბავი, მოკლედ როგორც იქ და აფრინდა თვითფრინავი და მოდის ახლა ეს ბორდგამცილებელი ძალიან გაბრაზებულია ჩვენზე და მოაქვს ჭიქები. ახლა რაგბში როგორ არის პოზიციის მიხედვით სხვადასხვა აღნაგობის მოთამაშეები არიან, ხო, მეორე ხაზელები არიან ყველაზე მაღლები, 2 მეტრი და 2 მეტრაზე ზევით კიდე. 9 ნომრები არიან შედარებით პატარები, ტანით, იმიტომ რომ პოზიციიდან გამომდინარე ასე ჭირდება რაგბს. 3-3 ხო შედან თვითფრინავში 3-3 ადგილი ხო არის და ერთ სამეულზე შედან ცალი მხრიდან ზის ნემსაძე, მეორე ხაზელი, აქედან ზის კოტე მიქაუტაზე, ისიც მეორე ხაზელი და შუაში უზით პატარა 9 ნომერი. არ დავასახელებ ახლა სახელს დაგვარს მაინც. მოკლედ ეს მოდის ახლა ეს ბორდგამცილებელი ამ ჭიქებით გაბრაზებულია ესე რა, ფეროი მოუშალეს რა, ვერ მოვითმილეთ ეს წყლობა და ამ ჭიქებს ესე გვესურის პირდაპირ. Water please. იცახდა ისურის ამ ჭიქებს და მოვიდა ამათან ესე და ამას შუაში შეხედა და water please. ჩათვალე რომ პატარა ბავშვი იყო თეთრად აუყავა. იმათ ფონზე იმდენად პატარა ჩაწერა. water please. ესეთი რაღაცები ცხრა. ასო, შენზე არაერთი ისტორიას ყვებიან ჩვენი საერთო მეგობრები, იმიტომ რომ აქაც იუმორისტული მიმართულებით გამორჩეული კაცი ხარ და ერთი მინდა გაიხსენო, რომელიც ჩვენ საერთო მეგობარს ზურაბ ანჯავიძეს უკავშირდება. ზურაბ ბატონ ჯემალთან მოყვა გადაცემაში ერთხელ. ნუ ხა პირველი პირიდან მოისმინეთ მაშინ ეს ისტორია. შენ არ მოგიყოლია ხოლმე თუ არა მე არ მომიყოლია ჯერ და ეხლა მოვყვები პირველად. მოკლედ ახლა სიყვარულის ქალაქი რო არის ჩვენი თბილისი,
და KP-ის ქალაქიც რო არის, კარგად მოგვეხსენება. ეს ჩემ ახალგაზრდობაში ხდება. და სადაც 21-22 წლის ერთი გოგო მომწონდა ვეტრფოდი და ამ გოგოსთან მივედი დაბადების დღეზე. მივედი სახში და სუფრა არის გაშლილი, მაგრამ სულ გოგოები ყავს დაბადიჟებული. 11-ნი არიან გოგოები, ერთადერთი ბიჭი ვარ. და რო დავსხედით, შემოვთავაზე რომ შენ გვითამადეო. მე ვთხარი კაცო, მე როგორ გითამადოთ, ეხლა სულ გოგოები ხარ და თქვენ თვითონ როგორც გაგიხარდება, თქვენ თვითონ რომელიმე მითამადეთ თქვენ თვითონ. კარგიო, მაშინ ვარც გაუწევია წინააღმდეგო, აგერვე მარინა გვითამადებს. ერთ-ერთ მეგობარზე თქვა. ამ მარინასაც არაფერი არ უთქვამს, პირდაპირ ჭიქას მოკიდა ხელი, აიღო პური. ამ ჭიქას და ხელს შორის ჩადო ეს პური, ესე დაიჭირა პურიანად ეს ჭიქა და თქვა პირველი სადღეგრძელო. შევხედე, ეხლა ვიფიქრე რაღაც ახალი ტრენდია ეტყობა და არ ჩამოვრჩია, არ შევრცხო ეხლა ამ გოგოებთან რაღაც ახალია ეტყობა და მე არ ვიცი ჯერ და მეც ავიღე ეხლა ეს პური და ჭიქას მივადე, ხელი მომკიდე და ესე გავიმეორე ის სადღეგრძელო დავლიეთ. შემდეგი სადღეგრძელოც ესე დალია, მეც ესე დავლია. მოკლედ გაგრძელდა 1 10 11 სადღეგრძელო გვაქვს. რა თქვა, კარგად ვარ უკვე ნასვამი ვარ, კაცო და ეს გოგო აგრძელებს ესე кейპს, არც არაფერი ეტყობა, არც ემჩნევა არაფერი. და უცებ მომიტრიალდა და მე-12 სადღეგრძელოზე და ეს პურიო რატო გიჭირევსო მეკითხება. უი. ხა აღარ დავიბენი ახლა პური ღვინო საქართველო რაღაცა მეთქი სიმბოლიკებს ეწავედი ეს და ამით კარგიაო შენც კარგი მიზეზი გქონიაო და შენ რატო გიჭირავს მეთქი და მეო დიდ ჭიქებზე ვარო მიჩვეულიო და ხელს ვერ უკიდებ ამ პატარა ჭიქაზე და პური ქონდა ჩატნე. ოღონდ დავემშვიდობ ეგრევე თქვენ გენაცვალეთ რომ თქვენ გააგრძელეთ აქ ამბავი მოხდება მე აქ ვეღარ გამოგადგებით აქ ვეღარ გამოგადგებით ჩემო გიორგის გურა მანჯაბიძე რო ვახსენეთ ახლა სწორედ მისი გამოსვლის დროა თქვენ სცენაშია ჯგუფი ფორტე სიყვარულის მზე გამათბობს ნათელი ერთგულებას დავატარებ თილისნა შენ სიყვარულს მე დავუნდეს ანთელი ერთგულებას დავატარებ თილისნა შენ სიყვარულს მე დავუნდეს ანთელი მაძინებ შენზე დარდინაღელი სიზმრად შენი სახე ამონათდება ქვეყნადარი საოცარი რამდენი მეგი მხოლოდ ერთი მხარხდება ოცნება მაქვს ყველასაგან მალული იქმა შენი სადღეგრძელო დავია მინდა ვიყო მომღერალი ბულბული შენი გული იყოს ჩემი გალია მინდა ვიყო მომღერალი ბულბული შენი გული იყოს ჩემი გალია შენ სიყვარულს თუდეს მეღირსა ვიცი გული არასდროს დაბერდება მადლობელი მე ვიქნები ღმერთისა თუკი შენთან ყოფნა დამებედება მადლობელი მე ვიქნები ღმერთისა თუკი შენთან ყოფნა დამებედება ოცნება მაქვს ყველასაგან მალული იქრმა შენი სადღეგრძელო დავია მინდა ვიყო მომღერალი ბულბული შენი გული იყოს ჩემი გალია მინდა ვიყო
ჩემი განია შენი გული იყო ჩემი განია შენი გული იყო ჩემი განია განსაკუთრებით მიყავს ის შენი სტუმრობა ჩვენთან და შენ გარდა იმისა რომ მართლა სოფლიოში ცნობილი და სოფლიო კლასის ვირტუოზი გიტარისტი ბრძანები პირველ რიგში ხარ თხემით ტერფამდე თბილისელი კაცი რომლისთვისაც ვიცი რამხელა მნიშვნელობა და რამხელა ფასეულობა ის რასაც თბილისელობა ქვია და გილოცავ თბილისობას და შემინდა ბრძანო თბილისის თაობაზე უღრმესი მადლობა გია სტუდიაში მოწვევისთვის და დიდი მადლობა იმისთვის რომ ყოველთვის თბილისობას ეთმობა ასეთი შესანიშნავი გადაცემა ყოველ წელს გილოცავ შენ თბილისობას გილოცავ მამას ბატონ ჯემალს ასევე დაბადების დღესაც რომელიც ქონდა რამოდენიმე დღის წინ და ჩვენს შესანიშნავ შემოქმედები ჯგუფს ასევე ჩემს პატივისცემას უდასტურებ ბატონ ჯუმბერს ხალბატონოს ბატონ გიორგის რომელიც ყავს შესანიშნავი სტუმრები ყოველთვის და ახლაც დღესაც და რა თქმა უნდა მე მინდა რომ შევერთდე იმ მილოცვას რომელიც გამოითქვა ჩვენი თბილისის და თბილისელების მიმართ მინდა ყველას მილოცო ეს ნამდვილად დღის შესანიშნავი დღე რომელიც ძალიან მიყვარს როდესაც ჩაეყარა საფუძველი 79 წლიდან იმ დღიდან მიყვარდა ყოველთვის როდესაც იმართებოდა ეს ზეიმი იმიტომ რომ გამოდიოდა დაჯილდოების ცერემონიალი იყო არჩევა საპატიო პუნქტი თბილისელების შემდეგ ჩამოდიოდნენ რეგიონებიდან სტუმრები რომლებსაც ჩამოქონდა თავის ნაწარმი და ასე ვთქვათ იყო ძალიან ყოველთვის ამაღლებული და ესეთი სასიამოვნო ღონისძიებები ყოველთვის თბილისი ჩემთვის არის ნომერ პირველი ქალაქი არაერთხელ მithქვამს ეს და არაერთი რამ აქვს მიზღვნილი ჩემი შემოქმედება მთლიანად ეზღნება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს განუელ ქალაქს და ისიც მინდა ვთქვა რომ იმდენი რამ აქვს შესრულებული თბილისზე რომ ყველა ბრუნვაში შემიძლია ვთქვა რომ მაგათაც თბილისო თბილისი ჩემი თბილისი ჩემო თბილისო ჩემს თბილის ხამის თბილისი ნოსტალგია იგივე თბილისია მთლიანად ხო აღარ ლაპარაკობ ჯანაეზე პოსტალიონზე და ნაწარმოებზე რომელიც უმრავი ჩემთვის დაიწერა უმრავი მე თვითონ შევქმენი დავწერე და უნდა ვთქვა რომ ეს ჩვენი განუველი ქალაქი რომელიც ნამდვილად სამაგალითოა და უნდა ვთქვა რომ ის რომ ძალიან ვამაყობ და ეს ნორმალური წასის უნდა იყოს იმიტომ რომ ნებისმიერი მოქალაქე რომელიც ქვეყნის შვილიც არ უნდა იყოს უნდა ამაყობდეს თავის ქალაქით ხო სადაც მაგრამ ჩვენი ქალაქი ნამდვილად საამაყოა იმიტომ რომ ეს თავის განუველი ხიბლი აქვს ის რომ ისეთი სტუმრთ მოყვარია ისეთი თბილია ისე მე არ მინახავს ადამიანი აქ ჩამოვიდეს 3 დღე და არ დარჩეს 2 კვირით და შეიძლება უამრავი ადამიანი საერთოდ აღარც აპირებს წასვლას ნუ მე მეიდანში დაბადებული გაზრდილი ადამიანი რომელიც გავატარე ჩემი ბავშვობა სიონის ეკლესიაში იქვე იყო სინაგოგა ცოტა შორს იყო სომხური ეკლესია იქვე იყო მეჩეთიც და ასე ვთქვათ ის მინდა ვთქვა რომ იმდენად ხალასი და სხვანაირი ბავშვობა გქონდა ჩვენ თაობას მე არავითარ შემთხვევაში არ ვიძახი რომ ახლა ძალიან კარგი თაობა და ძალიან კარგი ყველასავის ბავშვობა თავისებურად მოწონს და ახასიათებს მაგრამ მე ის ხალასი ბავშვობა იმიტომ მინდა და მაშინ სხვა დრო იყო და არ იყო ინტერნეტი არ სხვანაირი ხალასი ქონდა ამას ყველაფერს და ის მინდა ვთქვა რომ ისე მოხდა რომ ამდენ გასტროლების და ამდენ კონცერტების მიუხედავად საპატრიარქო ახსენე და საპატრიარქოში სოლო კონცერტიც ჩავატარე და სინაგოგაშიც მაქვს სოლო კონცერტი დაკრული აი ესე და ის მინდა ვთქვა კიდე რომ აი ესე მრავალეროვნულობა რაც ახასიათებს ჩვენს ქვეყანას და მით უმეტეს თბილისს ის ინტერნაციონალობა რომელსაც საერთოდ არაერთხელ მithქვავს და გამეორდები რომ არც ვიცოდით საერთოდ არც გვაინტერესებდა და თბილისი სწორედ მაგით გამოირჩევა რომ არასოდეს არ იყო გარჩევა ეროვნებისა და ყველა ესე იგი იყო ერთ-ერთი დაფასება რითიც ფასდებოდა ადამიანი და პიროვნება ეს იყო მისი გაგება მისი ცხოვრების წესი და მისი ურთიერთპატივისცემის ასვას ხარისხი რაც ჩვენთან ყოველთვის იყო ძალიან მაღალ დონეზე ამიტომ აი დამემოწმებიან ჩვენი საპატიო სტუმრები რომ ნამდვილად თბილისი არის ეს განმეორებული ქალაქი რომელიც ანალოგი მე მგონი სოფლიოში არ არსებობს და მე ნამდვილად ამაყივა და ძალიან ვამაყობ. ასტური გითქვია. ძალიან ვამაყობ ამას. დიდი მადლობა ხოლმე. მე ვფიქრობ ჩვენ გადაცემას და ყველადო თბილისობას ძალიან მოუხდება ყვავილების ქვეყანა თემურ ყვითელაშვილისეული ინტერპრეტაციით. სხვა შეს უნდა გითხრა დიდი მადლობა. ისე იგი ეს კომპოზიტორი რომელიც დაკრული მაქვს ალბათ 5-ვე კონტინენტზე და ერთი უნდა თქვა რომ კონცერტში არის რაღაცას მოწონს მაგათაც მე სხვა მიმდინარეობას იცი სხვა მიმდინარეობას უკრავ დიდი სიამოვნებით და ეს კომპოზიცია უყვარს ჯაზმენსაც როკმენსაც კლასიკური მუსიკა უყვარს აბსოლუტურად
ყველა მიმდინარეობის მოყვარს და ამიტომ რა თქმა უნდა ნამდვილად მოუხდება თბილისობას, იმიტომაც ვასრულებ ყოველთვის და ჩემ კონცერტს ხშირ შემთხვევაში თითქმის ყველა კონცერტს ვამთავრებ ყვავილის პოენტ. ამიტომ სიამოვნებაა.
აი, გულფასო მეგობრებო, შემოგვიერთდა ჩემი ბავშვობის მეგობარი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბურჩიძე. კახა, გილოცავ შენ გენახშალო. შენ როგორ ძირძო თბილისელ კაცს, თბილისობას? მადლობა, მეც გილოცავთ ყველას. ჩემ ძალიან დიდი პატივია ამდენ საპატიო თბილისელებში. ოფნა მართლა გული და სულით გილოცავ, ეს არის დღესასწაული, არა მარტო დედაქალაქის მოსახლეობა, ანუ მთელი ქვეყანა ელოდება ამ დღესასწაულს და ოჯახური დღესასწაული. აი ძალიან ბევრი ოჯახი ერთად გამოდის და უკვე იმდენი თაობა გაიზარდა ესე რომ ადამიანი რომელსაც მშობლებს დაყავდა თბილისობაზე უკვე როცა თვითონ გახდა მშობელი აგზელებს იმ ტრადიციას და კახა მე და შენ გვახსოვს პირველი თბილისობა რომ პატარები ვიყავით მაშინ 7 წლის ვიყავით როცა დაარსდა მაგრამ უკვე მოზრდილები ვიყავით სტუდენტობის პერიოდი მოლეული გქონდა როდესაც განახალდა თბილისობის დღესასწაული და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო და შენ ძალიან კარგად გახსოვს და მინდა გაიხსენო აი ეს დრო. სხვათა შორის წელს არის 30-ე წელი ფაქტიურად რომ ეს დღესასწაული აღდგა და იყო თბილისში ძალიან დიდი პაუზა. ჩვენ ყველას გვახსოვს 90-იანი წლები, გვახსოვს ის მიზეზი, რატომაც მოხდა ეს ყველაფერი და მართლაც იყო ადამიანი დედაქალაქში, რომელმაც დაჟინებით მოინდომა დედაქალაქში თბილისობის აღდგენა რა და ამის ახსენება ვფიქრობ არავით არ შეიძლება ეს იყო ბატონი ნიკოლეკიშვილი რომელმაც ეს ახალი მისული იყო მაშინ დედაქალაქის მერიაში ალბათ 23-24 წლის ბიჭი ვიყავი და აი მართლად იმ უფერულ თბილის სადაც ავტომატის სროლები ისმოდა და აი უცებ აი ეს ფერადი დღესასწაული რა და აღადგინა და აი დღემდე 30 წელია უწყვეტად მოდის ეს დღესასწაული და ეს იყო ქომაგი თბილისის, აი არ ვიცი მზრუნველი და მე არ დამავიწყდება კიდე უამრავი თაობის აი დამკვალიანებელი, ასე ვთქვა და მე საოცარი გვერდში დგომა და ახალგაზრდების თანადგომის ნიმუში იყო. თანადგომის ნიმუში იყო და აი მე ახალგაზრდა ვიყავი ახლა 32 წლის ადამიანი რო ხარ, ერთ-ერთ დიდ თანამდებობაზე დავინიშნე და საპასუხისგებლო ძალიან. და აი მახსოვს დაახლოებით რო წარმადგინეს კოლექტივთან 1 საათის შემდეგ უცებ ირეკება ჩემთან უცხო ნომერი ავიღე და ახლა გამარჯობა ნიკოლა ლეკიშვილი მითხრა და მომილოცა დამლოცა და ყველაზე მთავარი რაც ბოლოს გააკეთა იყო ეს რომ მითხრა რომ ახლა ეს ახლა შენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა თუ როდისმე შენ რამე გადაწყვეტილების წინაშე დილემის წინაშე დადგები თუ რამე აი მაგალითად ახლა ვერ ღებულობ გადაწყვეტილებას და წირება ვინმე შევა რა გაიხსენ და იცოდე რომ არსებობს ნიკოლეკიშვილი რომელთაც შეგიძლია უბრალოდ დალეკო მიგულე შენ დიდ ამ ხელა მიშოლებაში ადამიანები აი უცხელად გეუბნები იმ ხელა სტიმული მქონდა რომ უკვე ხდებოდი რომ რაღაცა რო დამჭირებოდა მე მას აუცილებლად დაუკავშირდებოდი და ეს ჩემთვის მე გამოდგა გაკვეთილი თუ ძალიან ახალგაზრდა გავიგე რომ ვინმე დაინიშნა ჩემ ყოფილ რომელიმე პოზიციაზე აუცილებლად ურეკავ, აი მისთვის უცნობი ადამიანი, მაგრამ მან იცის ჩემი არსებობის შესახებ და ვეუბნები, იცოდე თუ რამეში დაგჭირდი და ჩემი გამოცდილება შენ თუ რაღაცაში გამოგადგება, მე ყოველთვის შენ გვერდში მიგულე და აი ვიტყვი რომ ეს ისე გამომაგდა მე ცხოვრებაში და კიდე მახსენდება 4 წლის წინ გახსოვთ კახი კალაძის მეორედ მერობაზე, როდესაც არჩევა იყო. დაახლოებით 100 კაცზე მეტი იყო, სადაც ყველა თავის სიტყვას იძახდა და ბოლოს მიაწოდეს მიკროფონი ბატონ ნიკოლეკიშვილს და მიესალმა იქ დამსწრე საზოგადოებას და ეხლა როგორი რამე ხო ბატონ ნიკოს ჩვენთვის ჩვენი თაობისთვის მით უმეტეს შეფასება ბატონ ნიკოს 8 წლის დედაქალაქში იყო რომ ეს არის საუკეთესო მერი დედაქალაქის. კი ეს დამკვიდრებული აზრი იყო ქალაქში. და უცებ პაუზა რა ყველას რომ მოგვესალმა და გაჩვენდა და ესე თქვა რომ თბილის ესეთი მერი არ ყოლია. კახი კალაძეზე გააკეთა შეფასება და ხო ვიცი ნათქვამი როა რომ სხვისი ღირსების პატივისცემა შენი ღირსები საზომიაო რა და აი მაშინაც ჩემ თვალში კიდე მთელი სიდიადით გამიგო ბატონო ნიკო პირადად ჩემი დარწმუნებული ვარ ის ყველაფერი გაიგარეთ დიდი მადლობა გულფასო მეგობრებო მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თბილისობის დღესასწაული უღრმესი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის შენ კიდე შემოძმაო ძალიან კარგად გაქვს დაცდილი ჩვენ შოუში სტუმრობა წინა არჩევნებზე გაიმარჯვა დიდი უპირატესობით ახლაც არჩევნები გაქვს წინ თბილისის საკრებულოში მაჟორიტარი კანდიდატი ხარ ავლაბრის ოლქში ქართული ოცნები და დარწმუნებული ვარ რომ ესე წარმატები დაგვირგვინდება და ახლა მოდი გადავინაცვლოთ აქეთ ჩვენი შოუ სცენისკენ სადაც ჩვენი მეგობრები შემოგვიერთებიან და საფინალოდ ერთი ლამაზი სიმღერა უმღეროთ ჩვენს დედა თბილისს
დავალ საყვარელ ქუჩებში და მიხარია ძვიმაც მძინარე თბილისი დაუნამია ეფინება გზაზე შუქი ცისფერი მიმაცილებს ნოარი ძველი სიმღერი ჩემი ნაცნობი ქუჩები ისევ მელია ძვიმის წვეთები ღამეში ჩუმად მღერია აქ არის ჩემი მთაწმინდა აქ ადგას დედა ქართლისა აქ ემღერება გულს ჩემი მიწა და მთავარი ჩემი სამშობლო აქ არის აქ ემღერება გულს ქუჩას გავყვები მეტეხთან მწვანე ჭადრებთან და გორგასალი მაღლიდან მომესალმება თაგაშალე ჩემო სიმღერა სიყვარული გული არიღლება ჩემი ნაცნობი ქუჩები ისევ მელია ძვიმის წვეთები ღამეში ჩუმად მღერია აქ არის ჩემი მთაწმინდა აქ ადგას დედა ქართლისა აქ ემღერება გულს ჩემი მიწა და მთავარი ჩემი სამშობლო აქ არის აქ ემღერება გულს დავალ საყვარელ ქუჩებში მიხარია ძვიმას მძინარე თბილისი დაუნამია ეფინება ცაზე შუქი ცისფერი მიმაცილებს თქوارი ძველი სიმღერი ჩემი ნაცნობი ქუჩები ისევ მელიან წვიმის წვეთები ღამეში ჩუმად მღერია აქ არის ჩემი